ალბერტ აინშტაინი, სტივ ჯობსი, ბილ გეიტსი, ბენჯამინ ფრანკლინი, თომას ედისონი. როგორ ფიქრობთ, რა ერთიანებთ ამ ადამიანებს? ინტელექტის მაღალი დონე. ამ ადამიანებს IQ აქვთ არანაკლებ 150. ყველა ადამიანი საკუთარ თავს ჭკვიანად თვლის. უფრო მეტიც, ნებისმიერი ჩვენთაგანი ცდილობს სხვების თვალში კიდევ უფრო ჭკვიანი გამოჩნდეს. ამისათვის საჭირო არ არის ენციკლოპედიების გადაკითხვა, დისერტაციების დაცვა ან მეცნიერებათა კანდიდატობა. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, გონება და განათლება სხვადასხვა გაგებებია. თუ გსურთ რომ იყოთ უფრო ჭკვიანი, მოგიწევთ საკუთარ თავზე გვარიანი მუშაობა. მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ ყველა გონებამახვილ ადამიანს ქცევის რამოდენიმე საერთო წესი აქვთ, რაც მათ ჩვევად გაიხადეს. დღევანდელი ვიდეო დაეთმობა ჭკვიანი ადამიანების 10 თვისებას, რომლებიც გამოარჩევს მათ სხვებისგან. მაშასე დავიწყოთ. ამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ ფარული უნარები და ნიჭი, რომლებსაც ისინი სხვებს არ აჩვენებენ, მანამ სანამ ამის აუცილებლობა არ დადგება. ისინი არ ცდილობენ წარმოაჩინონ სხვების წინაშე საკუთარი თავი. ისინი არასოდეს ამოძვრებიან ტყავიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებისთვის რაიმეს დემონსტრირება მოახდინონ. ზვირად ღირებული უმაღლესი განათლება არ არის იმის უტყუარი ფაქტორი, რომ ჭკვიანი იყოთ. ჭკვიანი ადამიანები, მათ შეუძლიათ ძალიან ბრძნულად მოქცევა, თუმცა შესაძლებელია, რომ მათ არ ჰქონდეთ დამთავრებული არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი. ეს რთული დასაჯერებელია, მანამ სანამ არ ჩაიხედავთ მათ რეზიუმეში. ისინი არასოდეს არავითარ შემთხვევაში არ დაამცირებენ სხვას და არ ჩააყენებენ მას სულელურ სიტუაციაში. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ კარგი გაკვეთილი აქვთ მიღებული და იციან, როცა შენ ცდილობ სხვა ჩააყენო უხერხულ მდგომარეობაში, თავად გამოიყურები ასე. თუ ეს ადამიანები იმყოფებიან ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დანარჩენებიც გახდნენ უფრო ჭკვიანები და პროდუქტიულები. შედეგების მიღწევას მუქარით არასოდეს ეცდებიან, რადგან იციან, რომ ეს არაეფექტურია. ისინი ყოველთვის ეხმარებიან სხვებს, გახდნენ უკეთესები, ვიდრე მათთან შეხვედრამდე იყვნენ. ამით კი ისინი ყველას საუკეთესო მაგალითს აძლევენ. მათ კარგად იციან, რომ კოლექტივში ყველაზე ჭკვიანი ადამიანები არიან, მაგრამ არასოდეს იციკლებიან ამაზე. ჭკვიანი ადამიანები ერთ დონეზე არ ჩერდებიან. ცდილობენ გახდნენ სრულყოფილი და შეუმჩნევლად გააკეთონ ისე, რომ სხვებიც უფრო ჭკვიანები გახადონ. მაშინაც კი, როცა საქმე ძალიან ცუდად, ან არც ისე კარგად მიდის, როგორც ეს მათ სურთ, ეს ადამიანები არ წყვეტენ შინაგან ღიმილს. ალტერნატიული ვარიანტები მათ გაცილებით სწრაფად მოსდით თავში, ვიდრე სასოწარკვეთა. ამიტომ ისინი არასოდეს ნებდებიან. ისინი აქტიურები არიან სოციალურ ქსელებში. არა იმიტომ, რომ ვინმეს მუსიკალური კლიპი ან შეტყობინება გაუგზავნონ, არამედ იმიტომ, რომ ტვინი შეივსოს ახალი ცოდნით. ამ ადამიანებმა ზუსტად იციან, რას უნდა მიაქციონ ყურადღება და რომელ ინფორმაციას უნდა მოეკიდონ სიფრთხილით. ეს ადამიანები ყველაფერს ასწრებენ სახლშიც და სამსახურშიც. ამასთან პირად ცხოვრებასაც საკმარის დროს უთმობენ. ისინი არ არიან ძალიან სწრაფები, უბრალოდ მათ შეძლეს საკუთარი ძალებისა და დროის ისე ორგანიზება, რომ ნებისმიერ ფრონტზე მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და მათ ეს გამოსდით. მათ იმაზე გაცილებით ბევრი რამ იციან, რაც სამსახურეობრივ მოვალეობებში შედის. ამ ადამიანებს ფართე მსოფ მხედველობა აქვთ. ისინი არ შემოიფარგლებიან მხოლოდ საკუთარი სოციალური სფეროთი. მათ არ უყვართ წვრილმანებზე ყბედობა. ეს ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ მოსმენას, ვიდრე ლაპარაკს. ტყუილად არ არის ანდაზა, ხმას მხოლოდ ცარიელი სათლი გამოსცემსო. ბოლოს კი რაც მთავარია, გახსოვდეთ. ეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში ემოციები ყოველთვის გვერდზე გადადოთ. იაზროვნეთ ცივი გონებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს რთული. მე კი მომავალ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.